ამ თემას ეხება საკითხი, რა არ მიეკუთვნება მარაგის თვითღირებულებას. და თქვენი კითხვა მოდის აქედან. აი მაგალითად მე-13 სავარჯიშოში მეორეში რატომ არ შევიდა ჯარიმის თანხა? ზოგმა ალბათ შეიტანეთ? ჯარიმის თანხა მიაკუთვნეთ? არა, მაგრამ არა გაქვს პასუხი, რატომ არ მიაკუთვნეთ. ნედლეულის და მასალების დანაკარგებით, ცოცხალი, შრომისა და სხვა საწარმო დანახარჯების ზენორმატიული თანხები. სასექონლო მატერიალური ფასეულობის შენახვის დანახარჯები, იმ დანახარჯების გამოქვითით, რომელიც აუცილებელია საწარმო პროცესის წინა სტადიისათვისო. ის შედის და დანარჩენი არ შედისო. ზედნადები ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც არ არის სასექონლო მატერიალური ფასეულობის მოცემულ ადგილამდე ტრანსპორტირებისა და მის სათანადო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებულიო და რეალიზაციის დანახარჯებიო. ჩვენ თუ კი რაიმე დანახარჯს გავწევთ და ეს უშუალოდ პირდაპირ არ არის დაკავშირებული აი ამ მარაგის შეძენასთან, ტრანსპორტირებასთან, სათანადო მდგომარეობაში მოყვანასთან ან გადამუშავებასთან, ისეთი დანახარჯი შეიძლება მარაგის შეძენის დროს გავწიეთ, მაგრამ ეს არ იყო პირდაპირი დანახარჯი. აი როცა ვამბობთ ჯარიმა ნორმალური დანახარჯია? ჯარიმა რა შეიძლება მოსდევდეს? წესების დარღვევა შეიძლება მოსდევდეს. შეიძლება დაგეგმოთ ჯარიმა? ხო, ანუ ამ შემთხვევაში იქ რაღაც წესი დაირღვა და ამის გამო გადაიხადა ჯარიმა და არაფერ არ შეიძლება რომ ეს იყოს თვითღირებულების პირდაპირი დანახარჯი. ახლა იკითხავთ, საწარმო რას უზამს ამ დანახარჯს? საწარმოსთვის ხომ ეს ხარჯია? საწარმოსთვის ეს ხარჯია. თუ საწარმო ზოგადად ჩათვლის, რომ მან ვერ გაითვალისწინა, ვთქვათ ის წესი, რომელიც დაირღვა, ალბათ მისი ხარჯი იქნება. მაგრამ თუ კი მაგალითად ის ჩათვლის, რომ ეს არ არის საწარმოს ხარჯი და ვინმე პირის, მისი თანამშრომლის წესის დარღვევა, მაშინ შეიძლება იმას დააწეროს. ანუ ის სად იქნება ანაზღაურებული ეს ხარჯი. ეს მეორე საკითხია, მაგრამ ერთი საკითხი ნათელია. არაფერ შუაში არ არის მარაგი, რომელიც მოდიოდა ან შემოიტანეს აი ამ ჯარიმასთან, იმიტომ რომ ჯარიმის გარეშე შეიძლებოდა მის შემოტანა. ესე იგი პირდაპირი ხარჯი, მასთან დაკავშირებული ხარჯი ის არის, რომელიც მარაგის ტრანსპორტირების დროს აუცილებლად უნდა ყოფილიყო. აი იმის გარეშე ვერ იქნებოდა და ჯარიმის გარეშე მოვიდოდა ეს, რომ არ დაერღვიათ ის წესი. ამიტომ არ აკუთვნეთ მის თვითღირებულებას. ჩვენ ასე ვთქვით, პირდაპირი მასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა შევიდეს მარაგის თვითღირებულებაში. მაგალითად, შეიძლება, აი ეს ბევრი კუთხით არის სამსჯელო ეს საკითხი და შეიძლება მაგალითად ერთ საწარმოს დაუჯდეს 100 ლარი ტრანსპორტირება და მეორე საწარმოს დაუჯდეს 90 ლარი ზუსტად იმ მანძილზე. იმიტომ რომ ერთი საწარმოს ავტომობილი სხვანაირად მოიხმარდა, ვთქვათ, და მეორესი სხვანაირად. ეს პირდაპირ დანახარჯია. იმის გამო რომ აი ჩვენ ვერ ავიღებთ, ვთქვათ, ამ ფაქტიურად ჩემ სიტუაციაში ეს ყველა სიტუაციაში ასე მეხარჯება. მაგალითად, ვიღაცა აკეთებს პროდუქციას ძველ ჩარხზე და ვიღაცა ახალი ტექნოლოგიით. იმ ძველ ჩარხზე ელექტროენერგია მეტი მოიხმარება, ვთქვათ, და ვიღაცასთან ძალიან ცოტა მოიხმარება, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგია აქვს. ამ დროს იმ ერთთან, ვისთანაც მეტი მოიხმარება, ის მისი თვითღირებულების დანახარჯია, იმას ზვირი უჯდება ის, მაგრამ ის პირდაპირი დანახარჯია მისთვის და მეორეს იაფი უჯდება, მაგრამ იქ ის არის თვითღირებულება. ანუ თვითღირებულება არ მიიჩნიოთ რაღაც განყენებულ წინასწარ განსაზღვრულ ცნებად, რომელიც აუცილებლად იმდენი უნდა მქონდეს მე. თვითღირებულება არის ჩემი თვითღირებულება, ჩემთან რაც ჯდება ის პროდუქცია, ოღონდ ჩემ პირობებში რაც უნდა დაჯდეს წესით და რაც რაღაც შემთხვევის გამო ზენორმატიული დაიხარჯება, ის ზენორმატიული არ უნდა შევიდეს მის თვითღირებულებაში. მაგალითად, აი ის ნორმატული დანაკარგიც. ეს ძალიან კარგი საკითხია, მაგრამ მე ახლა ამას ბოლომდე ვერ გავყვები, თუმცა რაღაც დოზით უნდა გითხრათ ამაზე პასუხი. ნორმატული დანაკარგი არ იქნება ყველა საწარმოსთვის ერთი. ახლა თქვენ იტყვით, რომ ნორმატული თუ რატო არ არის ერთი? ნორმატული დანაკარგი გამოიყვანება იმ პირობებისთვის. იმ პირობებისთვის ნორმატული დანაკარგი.
მაგალითად, ერთი პერიოდი იდგა და მე მგონი დღესაც არ არის ბოლომდე მოხსნილი, ჩვენი წყალმომარაგების სისტემა მქონდა ამასთან უბრალოდ შეხება და მაგალითად შემიძლია მოგიტანოთ იქედან. პირველად როცა მოვხდი აი ამ საწარმოში და ხელმძღვანელის კაბინეტში ყურადღება მიიქცია კუთხეში დალაგებულმა ლითონის ესეთი ლითონ გამტარებმა წყლის, რომელიც იყო მე ომის ეს ადამიანი ასაკოვანი იყო და მე ვთქვი ომიდან ჩამოტანილი რაღაც აქსესუარები უდევს აგონებს რაღაცას თქო და მე აღმოჩნდა რომ ეს იყო ჩვენი წყალგაყვანილობის მილები. ხო და ედო ბას კაბინეტში და ამბობდა კაცო ამაში გადის წყალი და ამაში რო წყალი გავა როგორი მივა იქამდე და რა დანაკარგი მექნება და ამიტომ მიმტკიცებენ მეორე მხარეზე სამინისტრომ დაადგინა თურმე რომ ნორმალური დანაკარგი ნორმატული უნდა იყოს ამდენი. ხო და ეს ნორმატული ზოგადად შეიძლება მართლა უნდა იყოს ამდენი თუ ის ნორმალურ დროებში გადის მაგრამ იმაში გასული წყალის ნორმალური დანაკარგი ვერ იქნებოდა იმდენი. და იქ დავა მიდიოდა ამაზე და მსჯელობა მიდიოდა და გარკვეულად მუშაობა მიდიოდა იმაზე იმ კონკრეტული სიტუაციისთვის რამდენი დადგენილი იყო ეს იმიტომ რომ ვის უნდა გადაიხადა ან მოსახლეს უნდა გადაიხადა და ორგანიზაციებს ის ფული ან არა და ამ ორგანიზაციას ის კომერციული სტრუქტურა იყო და ამ ორგანიზაციის ხარჯი უნდა ყოფილიყო ეს რომელსაც ვერ ყიდიდა ანუ იყო მოწოდება გამომუშავება მაგრამ მე იქეთ გაყიდვა ვერ ხდებოდა მისი და დანაკარგი მიდიოდა ამაში ეხლა მე ეს მაგალითი რატომ მოგიტანებ იმ სიტუაციაში უნდა შეფასდეს ნორმალური დანაკარგი და ის უნდა დაეწეროს მის თვითღირებულებას, იმიტომ რომ ამ წყლის მიწოდება იქამდე სხვანაირად ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა. თუ არ შეიცვლებოდა ვთქვათ ის მილები, ხო? ის სისტემა. ეს საკითხი ეხება მარაგის შეფასება ფინანსურ ანგარიშგებაში როგორ ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ რა არის მარაგი, რა არის მისი განმარტება, რომელი აქტივი მივიჩნიოთ მარაგად. აი ეხლა გამოაყოლეთ თქვენი აზროვნება ამას, რასაც მე ვსაუბრობ. რომელი აქტივია მარაგი. მარაგს აქვს თავისი განმარტება. მერე რა შედის მის თვითღირებულებაში? როცა შემოდის ჩემთან მარაგი, როგორ დავითვალო მისი თვითღირებულება, რა შევიტანო, რა არა. აი ეს თვითღირებულება გავყავით ორ ნაწილად და შეძენის დანახარჯები და მერე გადამუშავების. გადამუშავების დანახარჯებში გქონდა სირთულე. როგორ მივაკუთვნოთ ზედნადები დანახარჯები და ამისთვის გამოვიყენეთ გეგმიური კოეფიციენტი. ან ფაქტიურად შეიძლება ნორმატული გავაკეთოთ, საცალო ფასებით გავაკეთოთ. მომსახურების სფეროში კიდე სხვა ნიუანსები ვთქვით. მარაგის აღრიცხვა ზოგადად შესაძლებელია მუდმივი, ანუ ის რასაც მუდმივად ჩავწერთ და სულ გვეცოდინება მარაგის ნაშთი და მარაგის თვითღირებულება, ან პერიოდული აღრიცხვის სისტემით. როცა გვეცოდინება წინა ნაშთი, რა თქმა უნდა, გვეცოდინება მიღება, მაგრამ არ გვეცოდინება სარეალიზაციო მარაგიდან, ზუსტად არ გვეცოდინება რამდენია გაყიდული და რამდენია დარჩენილი. ამას ვადგენთ ინვენტარიზაციით და ვარკვევთ. ინვენტარიზაციის შედეგად რამდენია მარაგის ღირებულება დარჩენილი, მერე საწყის ნაშთს მივამატებთ მიღებას, გამოვაკლებთ ბოლო ნაშთს და ამით ვადგენთ რამდენია გაყიდული, ანუ გაყიდვის თვითღირებულებას ვადგენთ ამით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საკითხზე, როგორ შეიძლება გამოძრაოთ მარაგის თვითღირებულება, ანუ როგორ გავაყოლოთ ფიზიკურ მოძრაობას მისი ღირებულებითი მოძრაობა. და ვთქვით, რომ ინდივიდუალურად თუ კი შევაფასებთ ყველას და ყველას ინდივიდუალურად თავის ფასებს გავაყოლებთ, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება, მაგრამ აი ამის შესაძლებლობაც არ არის ყოველთვის და საჭიროებაც არ არის ყოველთვის. შეიძლება გამოვიყენოთ შეფასებისათვის მეთოდი FIFO და საშუალო ღირებულების მეთოდი. და ჩვენ განვიხილეთ საკითხი მეთოდი FIFO-ს და საშუალო ღირებულების მეთოდის გამოყენებისა როგორც მუდმივი, ისე პერიოდული აღრიცხვის დროს. ეხლა დგება საკითხი, მარაგი, ანუ ჩვენ ვიხილავდით როგორ ჩამოიწერება მარაგი გაყიდვის დროს. და აი ზუსტად ამას შეეხებოდა მუდმივი პერიოდული აღრიცხვა. ამას შეეხებოდა მეთოდი FIFO, მეთოდი საშუალო. ეხლა უნდა ვისაუბროთ საკითხზე, როგორ აისახება წლის ბოლოს, პერიოდის ბოლოს ნაშთად დარჩენილი მარაგი ფინანსურ ანგარიშგებაში. თქვენ შეიძლება თქვათ, როგორ აისახება და რამდენიც დარჩება, ხო? ანუ მარაგს ჩვენ ავსახავთ სად? ბალანსში, ხო? და ბალანსში შეგვაქვს ყველა ანგარიშის ნაშთი და მათ შორის მარაგის ნაშთი მოხდება ბალანსში. ბალანსში რა იწერება? რა მაქვს დღეს და საიდან? ანუ ეს დღე არის თქვათ 31 დეკემბერი. ანუ რა უნდა შევიტანოთ მარაგის სახით ბალანსში? ბალანსში უნდა შევიტანოთ ნაშთი, რაც მექნება 1600-ების ანგარიშებზე. მაგრამ აი ამ შემთხვევაში სტანდარტი ამბობს, რომ მარაგიო უნდა აისახოსო ფინანსურ ანგარიშგებაშიო მის თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხითო. ჩვენ აქამდე მარაგის სულ ასახული ჰქონდა თვითღირებულებით.
ანუ ყველა ეტაპზე, რაც გავიარეთ ჩვენ ახლა აქამდე, ყველა ეტაპზე ჩვენ საუბრობდით მარაგის თვითღირებულებაზე. აი, როცა ვამბობდით საშუალო მეთოდს ვიყენებთ თუ FIFO მეთოდს ვიყენებთ, მისი თვითღირებულება იყო ის, რომელიც ნაწილდებოდა. ანუ ყველა ვარიანტში ჯამურად ეს იგივე თვითღირებულება, უბრალოდ შიგ. მე რაღაცა გასაშუალებას ვაკეთებდი, მაგრამ რაც მქონდა მიღებული სარეალიზაციო მარაგი, იმას ვანაწილებდი, ხო, ნაშთად და გაყიდულად. რაც შეეხება ჩვენ აღრიცხვაში ყოველთვის ვიყენებთ მარაგის თვითღირებულებას და თვითღირებულება რა არის? რაც დამიჯდა მარაგი. მე რაც დამიჯდა. ოღონდ უნდა ვიცოდე იქ რა შედის მის კონკრეტულ დანახარჯებში, ანუ თვითღირებულებაში რომელი დანახარჯები შედის, ეს არ უნდა შემეშალოს. მაგრამ აღრიცხვაში მე სულ მარაგი მაქვს თვითღირებულებით აღრიცხვული. შეიძლება საშუალო მეთოდით მქონდეს, ან FIFO მეთოდით, მაგრამ სულ თვითღირებულებისაა ის საშუალო და თვითღირებულებისაა ის FIFO. მაგრამ რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშგებაში როგორ ავსახოთ ჩვენ ახლა მარაგი. ფინანსურ ანგარიშგებაში მარაგი უნდა აისახოს თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი. მოდი ახლა დავიწყოთ აქედან. მე თვითღირებულება ასახული მაქვს და ვიცი, თვითღირებულება რამდენიც არის. მუდმივის დროს სულ ვიცი და პერიოდულის დროს ბოლოში ვადგენ ამას. ესე იგი, ბოლოში პერიოდულის დროს ყველა ვარიანტში მჭირდება ინვენტარიზაცია. მაგრამ ბოლოში აუცილებლად მჭირდება ინვენტარიზაცია მუდმივის დროსაც. მუდმივი აღრიცხვის დროსაც. ესე იგი, ფინანსურ ანგარიშგებაში მარაგი უნდა შევიდეს აუცილებლად გაკონტროლებული და აი ამ კონტროლის ერთ-ერთი საშუალება გახლავთ ინვენტარიზაცია მარაგის. რა არის ინვენტარიზაცია? ინვენტარიზაცია არის მისი ფიზიკური აღწერა. არა მარტო მარაგის, ჩვენ ყველა თემას გავივლით და ყველა თემაში ვისაუბრებთ საკითხზე. როგორ შედის ეს ქონება, ეს აქტივი ბალანსში. მაგალითად, როგორ შედის ერთად საშუალება, როგორ შედის არამატერიალური აქტივი და ვალდებულებები და ასე შემდეგ. ანუ ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. ამ წუთში ვსაუბრობთ ჩვენ მარაგზე. მე უბრალოდ გაგახსენებ წინა თემას. როგორ შედის დებიტორი ფინანსურ ანგარიშგებაში? დაღირებულებით აღირიცხება დებიტორი ფინანსურ ანგარიშგებაში. აქტივებში, მაგრამ რა ღირებულებით აღირიცხება? ანუ რომელი ანგარიშის ნაშთი შევა? 1410-ის ნაშთი შევა პირდაპირ ფინანსურ ანგარიშგებაში. ასეა თქვენი პასუხი. 1415 რას აკეთებს? ანუ როგორ შევა ფინანსურ ანგარიშგებაში? დიახ, ფინანსურ ანგარიშგებაში დებიტორი შევა სუფთად, დაკორექტირებული, საეჭვოვალებ გაკლებული. ანუ აღრიცხვაში დებიტორი სრულად ჰყავს, მაგრამ ფინანსურ ანგარიშგებაში ის გასუფთავებული მინიმალური შეფასების პრინციპით შედის. ასეა მარაგიც. დააკვირდით, აღრიცხვაში მარაგი სულ თვითღირებულებით აქვს, მე აღრიცხული, მაგრამ ფინანსურ ანგარიშგებაში კიდე ერთხელ უნდა შევამოწმო, კარგად უნდა დავწმუნდე, ნამდვილად არის თუ არა ამდენი ეს მარაგი, ხომ არ არის გაფუჭებული, ხომ არ არის დაკარგული, ხომ არ არის სახე დაკარგული და ღირებულება დაკარგული. ანუ შეიძლება ფიზიკურად იყოს, მაგრამ ღირებულება ქონდეს დაკარგული და ყველა ეს ინფორმაცია უნდა გადავამოწმო და რაც იქნება საბოლოო სანდო ინფორმაცია, ისე უნდა შევიტანო მარაგი ბალანსში. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში, ანუ გარეთ გამოტანის დროს, ინფორმაციით გარეთ გამოტანის დროს სტანდარტებს აქვს უფრო მკაცრი მოთხოვნები აქტივების შეფასებასთან დაკავშირებით. წესებს აწესებს. კიდე ერთხელ დაწმუნდი იმაში, რომ ნამდვილად ამდენია. რატომ? ბალანსი არის წონასწორობა, რომელშიც ვკითხულობ, რეალური კაპიტალი რამდენია ჩემი და რეალური კაპიტალი ცალკე ხომ არ ითვლება, აქტივებს გაკლებული ვალდებულებაა კაპიტალი. და აი რეალური კაპიტალი რომ შეფასდეს, ამისათვის აქტივები უნდა იყოს რეალური, ვალდებულება უნდა იყოს რეალური და მაშინ გამომივა რეალური კაპიტალის შეფასებული. აქტივები რომ რეალური უნდა იყოს, ამაში ყველაფერი რეალური უნდა იყოს. ფულით რეალური უნდა იყოს, დებიტორიც რეალური და მარაგიც და ასე შემდეგ. აი ამ საკითხს მივყვებით ახლა ჩვენ. ანუ ჩვენ საუბრობთ ფინანსურ ანგარიშგებაში შეტანის დროს როგორ უნდა შეფასდეს მარაგი. ესე იგი, ვინც აკეთებს აღრიცხვას ყოველდღიურად, მან შეიძლება იცოდეს მარაგთან დაკავშირებით რა ინფორმაციები უნდა იყოს და როგორ აღრიცხოს ეს, მაგრამ ვისაც არ უკეთებია ფინანსური ანგარიშგება და ბალანსი, მან შეიძლება არ იცოდეს, როგორ უნდა აისახოს ეს ბალანსი. ანუ პირდაპირ დავაჯამე ინფორმაციები და გადავიტანე ბალანსში, ასე არ გახლავთ. ბალანსის შედგენის დროს, ფინანსური ანგარიშგების მომზადების შედგენის დროს კიდე ერთხელ ფასდება ყველა მუხლები და შესაბამისად სტანდარტი გვაძლევს რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოხდეს მისი შეფასება. აი ახლა გითხრა ასეთი ფრაზა, ჩაწერა ეს ფრაზა და დამთავრდა, მე არც მაგალითი დაუწერია ეგ და არც არაფერი. ანუ გითხრა რომ ფინანსურ ანგარიშგებაში მარაგი უნდა შევიდეს
თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირეს. ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ ახლა ჩვენ როგორ დავადგინოთ ეს. უპირველეს ყოვლისა, მარაგი თვითონ უნდა დაზუსტდეს, მე რომ მქონდა აღრიცხვაში, მე ხომ საწყობში არ ვიჯექი, მე ხომ მაღაზიაში არ ვიჯექი, ჩემთან მოდიოდა დოკუმენტები და დოკუმენტურად ვწერდი ციფრებს ანგარიშზე. მაგრამ ფიზიკურად რა მოხდა იქ, ის გარკვეული პერიოდულობით უნდა გადამოწმდეს და ეს ყოველთვის მოწმდება და არა მარტო წლის ბოლოს, მაგრამ წლის ბოლოს აუცილებლად ფინანსურ ანგარიშგებას შეტანის წინ. ესე იგი წლის ბოლოს ჩვენ კანონმდებლობაც ითხოვს ამას, ყველა კომპანიებმა უნდა მოახდინონ მარაგის ინვენტარიზაციები. და გააჩნია ახლა კომპანიებს ზოგი დიდია კომპანია და ბევრი აქვს ეს მარაგი და მას ვერ ახერხებს ერთ დღეში და შეიძლება იმას გარკვეული პერიოდით დაჭირდეს შეჩერება იმ პროცესის რომ მოახდინოს შესაბამისად ეს ინვენტარიზაციები. ამიტომ ეს საკითხი კომპანიებში იგეგმება და უნდა იგეგმებოდეს თუ არ იგეგმება და კომპანიებს თვითონ აქვს დაგეგმილი როდი და უნდა დაიწყოს ეს პროცესები. და ზოგადად შეიძლება 1 ნოემბრის შემდეგ ეს პროცესები დაიწყოს პერიოდის ბოლოს. ინვენტარიზაციები არა მარტო მარაგის ხდება, არამედ ძირითადი საშუალებებისა და სხვა აქტივებისიც და აი ესეთი შედარებებისა და ინვენტარიზაციების პროცესები უკვე იწყება წლის ბოლოს და შეიძლება არ დაემთხვეს პირდაპირ 31 დეკემბერს, ანუ მანამდეც დაიწყოს ეს. ეს მიახლოებული იქნება საბოლოო რეალურ შედეგთან და უშვებენ ამ დაშვებას. რაც შეეხება აი ჩვენ ჯერ არ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე ზოგადად ფინანსური ანგარიშგება როგორ უნდა შედგეს, მაგრამ თუ აკვირდებით თქვენ ასე ნაბიჯ ვიხილავთ ჩვენ ყველა ამ საკითხსა და ბოლოში განხილული გვაქვს ყველა თემა, როგორ უნდა შედგეს ფინანსური ანგარიშგება. ანუ თუ ჩვენ აქტივების ყველა საკითხს განვიხილავთ, როგორ უნდა შევიდეს ფინანსურ ანგარიშგებაში, მე უბრალოდ ფორმა ექნება ამას მისაცემი და ჩვენ უკვე ვიცით როგორ უნდა შევიდეს. რაც შეეხება ფინანსური ანგარიშგების შედგენას, ფინანსური ანგარიშგების შედგენა ხდება პერიოდის ბოლოს. მაგრამ აი ეს პერიოდს ვამბობ, წელს სხვა ვამბობ, მე კალენდარ 31 დეკემბერი მაგალითად 31 დეკემბერს ვამბობ. იმიტომ რომ სტანდარტს არ აქვს დადგენილი რომ მანდ-მაინც 31 დეკემბერი უნდა იყოს შენი პერიოდი. პერიოდი შეიძლება სხვაც იყოს. გაჩნია შენ როგორ დაადგენ მას და ეს თავისუფლება არსებობს. მაგრამ პრაქტიკაში ხშირად არის ეს 31 დეკემბერი და ჩვენ პრაქტიკაში რატომღაც ყველას აქვს 31 დეკემბერი. მაგრამ აი მაგალითად იმ ქვეყნებში სადაც საშობაო ზეიმები არის ძალიან დიდი ფორმით გაშლილი და იქ საშობაო ვაჭრობები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთელი წელიწადი ელოდებიან ამ პერიოდს ეს აწარმოები, რომ ამ დროს ყველაზე დიდი რეალიზაციები აქვს მათ. ძალიან იშვიათად რომ ასეთ ფირმებმა დაამთხვიოს საანგარიშგებო პერიოდი წლის ბოლოს, კალენდარული წლის ბოლოს. ისინი არ ამთხოვენ ხოლმე, იმიტომ რომ ამ პერიოდებში რაიმე გააჩერონ და ინვენტარიზაციები აკეთონ და ასე შემდეგ, აი ამას არ აკეთებენ და უფრო ხშირად მათ საანგარიშგებო პერიოდი სხვა აქვს დარჩეული. და აი ეს საკითხი რატო დაუკავშირე ამას? მარაგის ინვენტარიზაციებს სჭირდება გარკვეული დრო და გარკვეული რესურსი. მაგრამ ეს ახლა თუ პატარაა კომპანია შეიძლება 1 საათში აღწეროს ყველაფერი, მაგრამ თუ დიდია, იმას სერიოზული დაგეგმა ჭირდება. როგორ ხდება ეს ინვენტარიზაციები? ეს სულთან მენეჯერული მართლობითი საკითხია, თუმცა არსებობს გარკვეული პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით და გარკვეული მითითებები ამასთან დაკავშირებით. გარკვეული ნორმატული აქტებიც კი არსებობს ამასთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა პრაქტიკოსი უნდა ეცნობოდეს ამ ნორმატულ აქტს და იმის შესაბამისად უნდა ხელმძღვანელობდეს თვითონ. ზოგადად როგორ არის? ზოგადად საწარმოებში იქნება კომისიები. ეს კომისია უნდა იყოს საქმის მცოდნე, მაგრამ პირდაპირ მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ანუ დაუინტერესებელი პირები უნდა იყოს ამ კომისიაში. ამ კომისიაში საქმის მცოდნე ახლა თუ არ იცის არაფერი, აღრიცხვას ვერ გააკეთებს აღწერას იქ, ხო? საქმის მცოდნე უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს კომისიაში არა პირდაპირ დაინტერესებული პირებიც. თუმცა კომისიაში არის თვითონ მატერიალურ პასუხისმგებელი პირიც. მაგრამ აბსოლუტურად არ არის სავალდებული ბუღალტერი იყოს კომისიაში მთავარი ბუღალტერი. მასთან ბუღალტერთან მიდის კომისიის გადაწყვეტილება. და შედეგებზე ის ნამდვილად იყო თუ არა იქ ისე, ამ შემთხვევაში მარაგი, პასუხს აგებს კომისია. და ბუღალტერთან მიდის უკვე საბოლოო შედეგი. რა არის ახლა საბოლოო შედეგი? კომისია იმუშავებს, დათვლის, შეაფასებს და აღწერის დროს უნდა იქნას დათვლილი ცალკე ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც რეალურად არსებობს გამართულ ფორმაში, გარეგნულადაც, შეიძლება მარაგი არ იყოს ფიზიკურად დაზიანებული, მაგრამ მორალურად იყოს ის და ანუ აღარ იყიდებოდეს უკვე და მასზე აღარ იყოს მოთხოვნა. ამიტომ შეიძლება იყოს ერთი სახე დაკარგული, ერთი სახე, მაგრამ მეორე იყოს ღირებულება დაკარგული. და აი ამას ორივეს აფასებს ცალკე. ინვენტარიზაციის უქმებში უნდა მოხდეს ცალკე. რეალური სახის და რეალური ღირებულების მარაგები უნდა დაითვალოს ცალკე და ის რომელიც არ შეესაბამება მას ის ცალკე უნდა იქნას დათვლილი. რატომ?
ამაზე მე უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება. ვინ იღებს გადაწყვეტილებას? მენეჯმენტი. მენეჯმენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და ხელმძღვანელი დაადებს რეზოლუციას იმ აქტებს და დაიწერება საბოლოო გადაწყვეტილება რა უნდა უყოს ამას. ჩამოიწეროს, ჩამოფასდეს თუ რა უნდა დაემართოს. აი ამის შემდეგ დააწერენ ბუღალტერს, მოახდინეთ შესაბამისი ასახვაო და მიიღებს ამ ინფორმაციას ბუღალტერი და ასახავს. აი ეხლა ეს იყო ერთი საკითხი, რომელიც ფიზიკურად მარაგის შემოწმების დროს გამოვლინდა ეს პროცესი. მაგრამ აქ საუბარია რაზე? ნეტო სარეალიზაციო ღირებულება მისი უნდა შეფასდეს. ნეტო სარეალიზაციო ღირებულება ფასდება ბაზრიდან. ანუ ბაზარზე მისი ღირებულება. სარეალიზაციო ღირებულება ვისწავლეთ ჩვენ ხომ? რას ნიშნავს სარეალიზაციო ღირებულება? დღეს რომ ვყიდი და როგორ გავყიდიდი? კი არ ვყიდი, ნაშთად მაქვს, მაგრამ რომ ვყიდი და როგორ გავყიდიდი? აი ეს არის სარეალიზაციო ღირებულება. მაგრამ რას ნიშნავს ნეტო სარეალიზაციო ღირებულება? ნეტო სარეალიზაციო ღირებულება ნიშნავს გაყიდვის დანახარჯებ გაკლებულ ღირებულებას. მე კი გავყიდი ასე, მაგრამ გაყიდვის დანახარჯია იქ კიდე და ის გაყიდვის დანახარჯ გაკლებული ღირებულებაა ნეტო სარეალიზაციო ღირებულება. ეხლა რატომ ნეტო სარეალიზაციო ღირებულება? თუ კი მე მაგალითად 100 ლარად მაწერია ერთეული მარაგი. თვითღირებულებაა ეს მისი. და ვყიდიდი მას 150-ად, მაგრამ 120-ად, მაგრამ ეხლა დღეს რომ გავყიდო 90 ლარზე მეტად არ გამეყიდება. მაგალითად, კარგი თქვა 105 ლარად გამეყიდება, მაგრამ მისი სარეალიზაციო გაყიდვის დანახარჯების შესაბამისობაში რომ მოვიყვანო და გავყიდო, აი ეს არის კიდე 10 ლარი. ესე იგი 105 გაკლებული 10 ჩამოვიდა 95-ზე და მისი თვითღირებულება არის 100 ლარი. თვითღირებულება მაწერია მარაგი 1600 100 ლარად. მაგრამ მისგან ამოღებული სუფთა ღირებულება მექნება 95. აქტივი რა არის? რომლისგანაც მომავალში ველოდები ეკონომიკურ სარგებელს. და ამ აქტივში, მარაგში 100 ლარის სარგებელი აღარ არის. ანუ მომავალში მისგან ველოდები ეკონომიკურ სარგებელს 95-ს. ამიტომ უნდა შეფასდეს იმ მინიმალური ღირებულებით, რომელსაც ველოდები. თუ კი მე აქტივისგან ველოდები 120 ლარს, მაგრამ მისი თვითღირებულება არის 100. მინიმალური რომელია? 120 და 100 შორის მინიმალური რომელია? 100. 100 რა არის? 100 არის თვითღირებულება. ამიტომ დარჩება თვითღირებულებით შეფასებული ის. მაგრამ თუ კი მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება 95-ია და თვითღირებულება 100, მინიმალურია 95. აი ამ შემთხვევაში იქნება ის შეფასებული 95-ად, ანუ ჩამოფასდება. მარაგის გადაფასება კი არ ხდება. ჩვენ ამ ტერმინებზე ბევრი გვექნება სამსჯელო მომავალ თემებში, მაგრამ ამ თემაში მარტო ამ კუთხით ხდებით. გადაფასება სხვა თემაა, სხვა საკითხია. გადაფასება გულისხმობს აფასებასაც და ჩამოფასებასაც, მაგრამ მარაგის შეფასება ხდება თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი და ეს იწვევს ძირითადად ჩამოფასებას. თუ კი მარაგის თვითღირებულება აღმოჩნდება ნეტო სარეალიზაციო ღირებულებაზე მაღალი, მაშინ უნდა ჩამოვწიოთ ის. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვეხებით მის თვითღირებულებას. მარაგი აღრიცხვაში აისახება თვითღირებულებით, მიაქციეთ ყურადღება ამ გამოთქმას, ახლა რასაც გეტყვით. მარაგი აღირიცხება სულ თვითღირებულებით, აღრიცხვაშიც და ანგარიშგებაშიც. ოღონდ თუ კი ეს თვითღირებულება აღმოჩნდა უფრო მაღალი, ვიდრე ნეტო სარეალიზაციო ღირებულება, ამ შემთხვევაში უნდა დავწიოთ ის, ჩამოვაფასოთ და დავიყვანოთ ნეტო სარეალიზაციო ღირებულებამდე. და აღმოჩნდება, რომ მაშინ თვითღირებულებით კი არ არის აღრიცხული ბალანსში, არამედ ნეტო სარეალიზაციო ღირებულებით არის აღრიცხული. კარგით, მომდევნოზე ვისაუბროთ კიდე. ანუ ეს ერთი საკითხი უნდა გავარკვიოთ ახლა. კარგად უნდა მოусმინოთ ყურადღებით, რომ გავიკო. ერთი გაგება უნდა, მასა მე მაგალითში გავაკეთებ ჩვეულებრივად. ესე იგი, თუ კი ჩემი მარაგიდან რომელიმე მარაგს აქვს ნეტო სარეალიზაციო ღირებულება უფრო დაბალი, მე ჩემი მარაგის თვითღირებულება უნდა დავიყვანო ამ ნეტო სარეალიზაციო ღირებულებამდე, ანუ უნდა ჩამოაფასო. სხვა შემთხვევაში, თუ კი მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება უფრო დაბალი არ არის, მე არ ვეხები მარაგის თვითღირებულებას და ასე შემაქვს ბალანსში. ახლა უფრო გასაგებია? ანუ მარაგი აღრიცხვაში არის თვითღირებულებით და ანგარიშგებაშიც არის თვითღირებულებით
თუ კი ეს თვითღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე მისი გასაყიდი ღირებულება, ან ტოლია. და თუ კი გასაყიდი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება უფრო დაბალია, მაშინ თვითღირებულება უნდა ჩამოვიყვანო აი ამ დაბალ ნეტო სარეალიზაციო ღირებულება. აი ეს არის ეს მეთოდი. როგორ ვადგენთ ამას? ეს კიდე სხვა თემაა, როგორ ვადგენთ ამას? ისე რომ გითხრათ სიმართლე, მაინდა-მაინც ამის დადგენა რთული არ არის, იმიტომ რომ მე ყოველდღე ვყიდი მარაგს და მე თვითონ ვიცი მისი გასაყიდი ღირებულება დაიწია თუ არა. იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდებში, მაგალითად დეკემბრის თვეებში მისი ღირებულებები თუ დაბალია და მე ვეღარ ვყიდი იმ ფასად მას, ერთი რამ გაითვალისწინეთ. მე ამ ჩამოფასებას არ ვახდენ არც იანვარში, არც აგვისტოში, არც ნოემბერში და არც დეკემბერში. ამას ვახდენ 31 დეკემბრის მდგომარეობით. შეიძლება ჩემი მარაგი 100 ლარიანი ნოემბერში აღარ მეყიდება 100 ლარად და 90 ლარად ყიდი. მაგრამ ჯერ ჩამოფასებას კი არ გავაკეთებ და მერე კი არ გავყიდი. ჩვეულებრივად 100 ლარიანს გავყიდი 90 ლარად და შედეგი 10 ლარი დამიჯდება ზარალი. ხო? ანუ იქ არანაირ ჩამოფასებას არ ვაკეთებ. აი ეს ფასის დაწევა ნეტო სარეალიზაციო ღირებულებამდე ხდება ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს. მაშინ როცა ნაშთი უნდა შევიტანო ბალანსში. აი მაშინ ხდება. სხვა შემთხვევაში ის თუ უფრო დაბალ ფასად იყიდება, ის დაბალი ფასი მექნება აღებული ხარჯი, მეტი მექნება და წლის ბოლოს დაჯდება ზარალი ამ დროს, ხო? თუ კი მე დაბალ ფასად ყიდი. მაგრამ საუბარი რაზეა? ის ზარალი მოგება ზარალში ის და წაიკითხება. ხო არ უმალავ მე იმას ნაკლებად გავყიდე და ზარალი მიჩანს, აგერ მოგება ზარალში. ესე იგი გაიგო ეს ინფორმაცია წამკითხველმა, მაგრამ ნაშთი რომ აქვს დარჩენილი და მაღალ ფასად მიწერია, აი ეს ნაშთი არ უნდა შევიტანო ბალანსში მაღალ ფასად, იმიტომ რომ აქტივებს მიდიდებს. კაპიტალსაც მიდიდებს, ხო აქტივი რო გადიდება, კაპიტალსაც დაემართება და არა რეალურია. ესე იგი არა მარტო ის ვაჩვენე ფინანსურ ანგარიშგებაში, რაც დაბალ ფასად გაიყიდა. არამედ ისიც ეს მოგება ზარალში გამომიჩნდა, ხო, რაც დაბალ ფასად გაიყიდა, ზარალი იყო და მოგება ზარალში გამომიჩნდა. არამედ ისიც უნდა ვაჩვენო, რაც ჯერ არ გაყიდულა, მაგრამ დაბალ ფასად შეიძლება გაიყიდოს და ნეტო სარეალიზაციო ღირებულება თუ უფრო დაბალია, ბალანსში უნდა ვაჩვენო ეს აქტივი უფრო დაბალი ღირებულებით. ხედავთ, ეხლა თქვენ და გრძნობთ იმ პათოსს, რაც აქვს სტანდარტს ფინანსური ანგარიშგების წარმომდგენთან. ანუ გეუბნება შენ, რომ შენ უნდა იყო აბსოლუტურად მართალი, როცა ადგენ ფინანსურ ანგარიშგებას და არ უნდა მიკერძოებით, არ უნდა წარმოადგინო ეს ინფორმაცია, უნდა შეაფასო, შეამოწმო, რომ კითხულობს მეორე მხარე ფინანსურ ანგარიშგებას, იმას უნდა კონდეს ერთგვარი გარანტიები, რომ მინიმუმ ამდენი მაინც უნდა იყოს შენი კაპიტალი, რასაც წარმოადგენი. ამ მიზნით არსებობს ასეთი მოთხოვნა, რომ მარაგი შეფასდეს თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით. აი ასია მეთოდი. ნეტო სარეალიზაციო ღირებულებასა და თვითღირებულებას შორის უმცირესი თანხა, რომელთაც ფასდება მარაგი. ესე იგი ჩვენ მარაგმა შეიძლება ღირებულება დაკარგოს, სარეალიზაციო ღირებულება დაკარგოს მისი ფიზიკური გაფუჭების გამო, მისი დაძველების გამო, მოდიდან გამოსვლის გამო, ან გარეთ ფასი დავარდა. ჩემ მარაგს არაფერი არ მოწევია, მაგრამ გარეთ ფასმა დაიწია. და ეს ფასი დაწეული ფასი შენარჩუნდა, დასტაბილურდა, რომ დაბალია უკვე ფასი და აღარ იყიდება იმდენად. რაღაც ახალი გამოვიდა კიდე ბაზარზე. ეს კია ისეთი როგორც იყო, მაგრამ უკეთესი გამოვიდა ბაზარზე და არჩევანი წავიდა იქით. ანუ ნებისმიერი ეს შემთხვევა შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, რომ მარაგის ღირებულებამ დაიწვიოს თვითღირებულებიდან დაბლა. მაგალითად, პროდუქტს ყიდი. და პროდუქტი ხარისხების მიხედვით იყიდება, ცოტა მიჭირს ამის თქმა, იყიდებოდა უფრო და ფასები ამის მიხედვით იყო განსაზღვრული. დღეს მყიდველს უყურებენ თვალებში, გაიგებს თუ არა რას ყიდულობს და იმის მიხედვით ყიდიან უფრო მეტად, მაგრამ სინამდვილეში მაღალი ხარისხის პროდუქტი უფრო მაღალი ფასია, დაბალი ხარისხის უფრო დაბალი ფასია, რა თქმა უნდა. და პროდუქტზე ხარისხი ხშირად იკლებს მისი სიახლისა და სიძველის მიხედვით. და აქედან გამომდინარე, უბრალოდ შეიძლება მარაგის თვითღირებულება ამის გამო შემცირდეს, ხო? დაიწვიოს, იმიტომ რომ ის კი იყო თვითღირებულება იმდენი, მაგრამ შედარებით დაძველდა, ვთქვათ, აი მაგალითად თქვენ გადიხართ ამას ნამდვილად აკეთებენ. ეს ახლა ცოტა მაგ დარჩენილიო, ძველი პარტიაო და იქ რაღაცა ფას დაგიკლებს, ხო? ანუ ისე პრიმიტიულ გაყიდვაშიც. და თვითონ სავაჭრო ობიექტებში გადაფასების პოლიტიკა შიგა პროდუქტთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკა ყოველთვის არსებობდა. აი მაგალითად როგორ შეიძლება ერთი კვირის კვერცხს თავშიც ის ფასი ეწეროს და ბოლოშიც. ეს გამორიცხულია, ხო?
ეს არ უნდა ხდებოდეს და ეს ფასის დარეგულირების პოლიტიკა უნდა იყოს ობიექტებში. ეს გარკვეულად სავაჭრო კულტურა ეს თანდათანობით წამოიწევს ალბათ ზევით, ჩვენ მქონდა გარკვეული კულტურა მასში, მაგრამ მე დაიკარგა ეს და ალბათ თანდათანობით დარეგულირდება ეს საკითხი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რას ვეხებით ახლა? მარაგის თვითღირებულების ცვლილებას. აი ეს არის. აბა როგორ ახლა ჩვენ ამას მივხედავთ, ნახოთ რა ხდება. ფინანსური ანგარიშგების შედგენისას ნაშთად დარჩენილ მარაგს შეიძლება არ აღმოაჩნდეს ის ღირებულება, რომელიც შესაძლოა მივიღოთ მისი გაყიდვის ან გამოყენების შედეგად. ახლა ერთ რამეს დააკვირდით, ყველაფერს არ ვყიდით ჩვენ მარაგიდან. მარაგიდან ზოგიერთ რაღაცას ჩვენ თვითონ ხარჯავთ პროდუქციის წარმოების დროს, ხომ? მასალას, ნედლეულს, ამას ხარჯავთ. და ჩვენ მარაგზე როცა ვსაუბრობთ, ნებისმიერ ამას შეიძლება არ აღმოაჩნდეს. ისეთი პირობები, რომელშიც ვიყიდეთ ჩვენ ის, ანუ რაღაცა პირობების გამო ის შეეცვალოს მას ეს მდგომარეობა. მაგალითად, დაზიანების, მოძველების, ფასის დაცემის შედეგად. მარაგი ფინანსურ ანგარიშგებაში აისახებაო თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით. აი ეს უნდა გავიგოთ აუცილებლად, თორემ მაგალითად ვერ გავაკეთებ. თვითღირებულებასა და ნეტოს შორის უმცირესი. ესე იგი, მარაგი ყოველთვის თვითღირებულებით აისახება. თუ კი ეს თვითღირებულება არ აღმოჩნდა უფრო დიდი ვიდრე ნეტო. თუ ნეტო სარეალიზაციო ღირებულება აღმოჩნდა უფრო დაბალი, მაშინ უმცირესი ის აღმოჩნდება და უკვე ასე უნდა აღვიწყო მარაგი. სხვა შემთხვევაში სულ თვითღირებულებით არის. თუ კი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება უფრო მაღალია, თვითღირებულება უფრო დაბალია და ვტოვებ ასე. ერთადერთი შემთხვევაა, თუ ნეტო სარეალიზაციო ღირებულება დაიკლებს, აი მაშინ არის თვითღირებულება, რომ უნდა ჩამოვწიო იქამდე. სხვა შემთხვევაში ეს რჩება თვითღირებულებით აღრიცხული. ნეტო სარეალიზაციო ღირებულება გაიანგარიშება. ხელშეკრულების ფასის მიხედვით, თუ ის გათვალისწინებულია სახელშეკრულება ვალდებულების შესასრულებლად. მაგალითად, თუ კი მე გარიგება მაქვს აკეთებული, რომ ამ ფასად მივყიდი და მეტად ვერ ვყიდი, ვიცი რომ მის სარეალიზაციო ღირებულება დაბალია. სხვა მარაგი საერთო გასაყიდი ფასის მიხედვით. თუ არა მაქვს ხელშეკრულება, მაშინ როგორც იყიდება ეს მარაგი, ის არის მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება. ნედლეული და დამხმარე მასალები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოფასდება, თუ მისგან წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება აღმოჩნდება გასაყიდ ფასზე დაბალი. ნახეთ, ნედლეული, უშუალოდ ნედლეული, რომ იყიდება ახლა ბაზარზე, შეიძლება მის ფასმა დაიწია, მაგრამ მე არ დავწევ ამასთან შესაბამისობაში ჩემ ფას, თუ კი ნედლეულიდან რასაც უშვებ პროდუქციას, იმ პროდუქციის ფასი არ არის დავარდნილი, მაშინ მე არ შევეხები ამას და არ დავწევ, არ ჩამოვაფასებ. აი ეს არის სტანდარტის მოთხოვნა. არა, ნედლეულად თუ მაქვს, მაშინ არ ვყიდი, მაგრამ მე თუ ის საქონელში მაქვს, მაშინ კი ბატონო, მაშინ რა თქმა უნდა დავწევ. ნედლეულის და მასალის შეფასებისათვის საუკეთესოა ჩანაცვლების ღირებულება. ახლა ეს ღირებულება სულ არ გაგიგონიათ, ხო თქვენ? ესეც მართლობით აღრიცხვაში გამოყენებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეფასებისთვის სტანდარტს დაუშვა, რომ ამ შემთხვევაში შეფასებისთვის საუკეთესო იქნება ჩანაცვლების ღირებულება და რა არის ჩანაცვლების ღირებულება? დღეს რომ ყიდიდი და როგორ ვიყიდი? დღეს რომ ყიდულობდე, როგორ ვიყიდიდი? რომ არ მქონდეს ეს ნედლეული და ვყიდულობდე დღეს, როგორ ვიყიდიდი? და როდის გამოვიყენებ ამ ღირებულებას, თუ კი ის დაბალია უფრო, ანუ ჩამოფასდა და კიდევ აუცილებლად ეს პირობაც უნდა იყოს. თუ კი ჩემი ნედლეულიდან წარმოებული პროდუქციის ღირებულებაც დაეცა. მხოლოდ მაშინ, სხვა შემთხვევაში არ ჩამოვაფასებ. თუ მარაგი, რომელიც წინა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ჩამოფასდა, შემდგომი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ისევ საწარმოშია და რა თქმა უნდა იშვიათად იქნება ასეთ რამ, ხო? მარაგი ხო ერთ საწარმო ციკლში და ერთ საანგარიშგებო პერიოდში გასაყიდი რამ არის. და ის რომ შაშანაც რომ მქონდა საწყობში და ახლაც თუ ის საწყობში მიწყია, აი ის ძალიან იშვიათად იქნება, ანუ ეს ისედაც ფასდაკლებული და ისედაც სახედაკარგული შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს და შეიძლება სპეციფიკაც იყოს საწარმოსი. აი მაგალითად ზოგიერთი სასმელის, მაგალითად კონიაკის წარმოება. დადიახ, მას ჭირდება ტექნოლოგიურად ჭირდება ეს პროცესი. და აუცილებლად იქნება წინა პერიოდის მარაგი მომდევნო პერიოდშიც. და ახლა აქედან გამომდინარე გააჩნია რა შემთხვევაშია, ხო? ამ დროსაც გააჩნია ხა სურსათი თუ შაშანდელი გიდევს აქეთ, ნუ ერთ-ერთი ესეთი შეკითხვა იყო პატარა ჩარტას გავაკეთებ. ერთ-ერთი ობიექტი მეკითხება ასეთ რაღაცას, უკან დაბრუნება აქვს საქონლის და რა უჭირს, ახლა იმ თვეშიო დამავიწყდაო, მეორე თვეშიც დამავიწყდაო და
მესამე თვეში რო გავაკეთო, უკან დაბრუნება და მეუთხარი რას აბრუნებ უკან თქო და სოსისო. და ახლა მაგის შენ გჯერა, ან ვინმე დაგიჯერებს მეთქი, ახლა ანუ არ უნდა და წინა ინფორმაციის დაკორექტირება და ახლა გავაგზავნე, ვითომ ახლა გავაგზავნე, ხო 3 თვის მერე უკან დაბრუნებული სოსისი? ხო, ნუ ერთი სიტყვით სპეციფიკა განსაზღვრავს თვითონ ამას. ხო. სპეციფიკა, აი ამიტომ ხანდახან შენს გაგეცინება თვითონ შენ ნაკითხ რაღაცაზე, ხომ? ანუ უნდა დააკვირდე შინაარს იქ. კიდე ერთხელ შეგახსენეთ, ბუღალტერია რეალობის ასახვა. და თუ კი რაღაცას ხელოვნურს და არა რეალურს მოიფიქრებ, იმ წუთში ჩნდება იქ და საიდან მიხვდები, მე გეკითხებია, როგორ ვერ მიხვდები. თუ ელემენტარულად დაუფიქრდები, მას რომ ეს ხო და ეხლა ეს თან კიდე როგორ იყო, იცით, საგადასახადო კუთხით უნდა მოატყვილოს ვიღაცა და როგორ მოატყვილებ ახლა ამაში, რომ ხო. ერთი სიტყვით, მარაგი შეიძლება იყოს მართლა მეორე პერიოდის ბოლოსაც, მაგრამ სპეციფიკა უნდა იყოს ასეთი. თუ კი, ახლა ჩვენ ამ საკითხს მივხედოთ, თუ კი ხო, ნუ ასე, ჩვენ გავლეთში ხორც რა უნდა. თუ რა მარაგი, რომელიც წინა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ჩამოფასდა და ეს მარაგი აღმოჩნდა ჩემს აღრიცხვაში მეორე საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსაც. ანუ იგივე მარაგი, რომელიც წინა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ჩამოფასდა. რატო ჩამოფასდა ეს მიპასუხეთ? რატო ჩამოფასდა? ანუ რაღაცის გამო მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება აღმოჩნდა უფრო დაბალი და დავიდა ნეტო სარეალიზაციო ღირებულებამდე. მაშინო მეუბნება სტანდარტი. შემდგომ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, თუ კი ეს ისევ საწარმოშია, მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება გაზრდილი აღმოჩნდა ახლა მეორე პერიოდის ბოლოს, რომ შევაფასე, თურმე აწეულა. თუ არ აწეულა, დარჩება ის, არაფერი არ მოხდება. მაგრამ დაუშვათ და მეორე საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შეცვლილია ის და აიწია, გაზრდილია. მაშინ უნდა მოხდეს ჩამოწერილი თანხის კომპენსაცია, ანუ აღდგენა. აი ამას მიაქციეთ ყურადღება. ამას მეუბნება მარტო და მეც არაფერს. ოღონდ აი ყველა სიტყვას უნდა კითხულობდე ბოლომდე სტანდარტო გაშლი. ანუ ჩამოწერილი თანხის კომპენსაცია აღდგენა, რას გულისხმობს? მაგალითად, მე შარშან მეწერა მარაგი თვითღირებულებით 100 ლარად. მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება აღმოჩნდა 95. ჩამოვაფასე და შევიტანე ბალანსში 95-ად. მეორე წლის ბოლოსაც ჩემს აღრიცხვაშია, მაგრამ აღრიცხვაში არის 95-ად. მაგრამ მეორე წლის ბოლოს შევაფასე მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება და აღმოჩნდა 103. აღდგენა მოხდება 5-ის და არა 8-ის. ესე იგი, მისი აღდგენა კომპენსაციას მეუბნება. აღდგენა რაც იყო და ჩამოიწია, იქამდე უნდა აღდგეს. ესე იგი, მისი აღდგენა მოხდება თვითღირებულებამდე და არც ერთ შემთხვევაში არ აიწევს თვითღირებულების ზევით. ამიტომ გითხარით, მარაგის გადაფასება კი არ ხდება. აფასება ანუ მისი ფასის უმცირესით შეფასება და ან მისი აღდგენა და არც ერთ შემთხვევაში მარაგის გადაფასება არ ხდება. გადაფასება სხვა რამეა და მე განვიხილებ ჩვენ ამას სხვა თემაში. იქ ხდება. ესე იგი, რა არის ეს თემა ახლა ეს საკითხი? ბოლოში ფინანსურ ანგარიშგებაში მარაგს შევიტან თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით და თუ კი მოხდა ისე რომ მომავალ პერიოდში ასეთი მარაგი ისევ აღმოგვაჩნდა და მისი ღირებულება ნეტო სარეალიზაციო გაზრდილია, გავზრდით თვითღირებულებამდე, უპირველეს ყოვლისა ნეტომდე, მაგრამ არა თვითღირებულების ზევით. თუ მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება 98 ლარია, მაშინ აღვადგენთ 3-ს. ანუ 95-მდე ხომ მქონდა 100-დან ჩამოსული. 98-მდე ავიყვან და არა 100-მდე, იმიტომ რომ ნეტო 98-ია. მაგრამ ნეტო სარეალიზაციო ღირებულება თუ არის 105, მაშინ ავიყვან 100-მდე და არა მის ზევით. გავიგეთ ეს საკითხი. კარგით, ახლა პატარა მაგალითი. ჩამოფასების ან ცვლილების შედეგი აისახება პერიოდის ხარჯებში. ანუ სად მიგვაქვს ეს? უნდა ავსახოთ პერიოდის ხარჯებში. პერიოდის ხარჯებია 7400-ები. მარაგის თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესით შეფასების მაგალითი გვაქვს და პირობაა ასეთი.
მარაგი გვაქვს, მისი თვითღირებულება ვიცით, სარეალიზაციო ღირებულება ვიცით, დასრულებისა და გაყიდვის დანახარჯები გვაქვს და აქედან გამომყავს ნეტო სარეალიზაციო ღირებულება. მერე ვირჩევთ უმცირეს. ავიღოთ მზა პროდუქცია, ასეთი გვაქვს ღვინო, რომლის თვითღირებულება არის 15 ლარი, სარეალიზაციო ღირებულება არის 21 ლარი, დასრულებისა და გაყიდვის დანახარჯები, ანუ არ არის ჯერ ბოლომდე ეს, ანუ შეიძლება კიდე ჭირდება მას რაღაც ტექნოლოგიურად ან შეფუთვა ან საბოლოო მდგომარეობაში მოყვანა, აი ას დანახარჯები არის კიდე 3 ლარი გასაწევი და ნეტო სარეალიზაციო ღირებულება იქნება 21-ს გაკლებული 3, ანუ 18. გავარკვიეთ ნეტო სარეალიზაციო ღირებულება როგორ გამოდის? სარეალიზაციო ღირებულებას, რომელსაც ვადგენ ბაზარზე, აკლდება დასრულებისა და გაყიდვის დანახარჯი და გამოდის ნეტო სარეალიზაციო ღირებულება. ჩვენ რას ვადგენთ ახლა? ნეტო სარეალიზაციო ღირებულებასა და თვითღირებულებას შორის უმცირეს. რომელია უმცირესი? თვითღირებულება. ესე იგი, ეს მარაგი დარჩება 15 ლარით აღრიცხული, ანუ თვითღირებულებით აღრიცხული. შევამოწმე და დავტოვე. საპროდუქცია კონიაკი. 70-ია თვითღირებულება, 105-ია სარეალიზაციო. ოღონდ დასრულებისა და გაყიდვის დანახარჯი კიდევ არის დარჩენილი 16. ნეტო სარეალიზაციო ღირებულება არის 99, უმცირესი თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის არის თვითღირებულება და ის აღრიცხული იქნება თვითღირებულებით. დაუმთავრებელი წარმოება. დააკვირდით, ყველა მარაგს ვაფასებ. დაუმთავრებელი წარმოებაში მაქვს კონიაკი, ოღონდ დაძველების მეორე წელი აქვს ამ კონიაკს. თვითღირებულება არის 60 ლარი. სარეალიზაციო ღირებულება არის 85 ლარი. ანუ დღეს რომ ყიდიდე 85 ლარად გაიყიდებოდა, ოღონდ დასრულების და რეალიზაციის დანახარჯები აქვს კიდე 30 ლარი. ნეტო სარეალიზაციო ღირებულება გახლავთ 55 ლარი. აი 55-სა და 60-ს შორის უმცირესი გახლავთ ნეტო სარეალიზაციო ღირებულება და მარაგი უნდა აღირიცხოს ნეტო სარეალიზაციო ღირებულება. ჯერ ყველა შევაფასოთ და ბოლოს გავატაროთ. ბოლოს ტარდება ერთიანი. აი ეს ნეტო სარეალიზაციო ღირებულება ბუღალტრულად აღირიცხება. აქ ეთყობა, აქ გადავწყვიტეთ. დებეტი 8290, კრედიტი 1630. 1630 რატო? დაუმთავრებელ წარმოებაში მაქვს კრედიტი რატომ? ვამცირებ ღირებულებას. კრედიტი 1630, 5 ლარი. საიდან 5 ლარი? მის თვითღირებულებას 60 ლარსა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის სხვაობა. ამ სხვაობით მოვაკელით. 60 ლარს რომ 5 ლარი მოაკლდება, 60 ლარი დებეტში მაქვს, ხო? 1630-ზე. კრედიტში ჩაიწერება 5 ლარი. მისი ღირებულება დარჩება 55 და აი ამ ნაშთით შევა ბალანსში. მასალა მაქვს სპირტი ღვინის წარმოებისათვის. მასალა არის 22 ლარი, თვითღირებულება 20 ლარია, სარეალიზაციო ღირებულება 2 ლარია, დასრულების, ანუ 18 ლარია ნეტო სარეალიზაციო ღირებულება. ამ შემთხვევაში ავსახავ 22 ლარით თვითღირებულებით, მიუხედავად იმისა, რომ ნეტო სარეალიზაციო ღირებულება არის უფრო დაბალი. მაგრამ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ ღვინის სარეალიზაციო ღირებულება არ არის უფრო დაბალი, ვიდრე მისი თვითღირებულება. და ამ სპირტს ვიყენებ ღვინის წარმოებაში. რადგანაც მზა პროდუქცია, რომელსაც ვამზადებ ამ მასალისგან, მისი თვითღირებულება არ არის დაცემული და მისი თვითღირებულება უფრო მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ მასალის თვითღირებულება დაცემულია, მე არ ჩამოვაფასებ მას, იმიტომ რომ გასაყიდი პროდუქციის თვითღირებულება არ არის დაცემული. ანუ მასალის ღირებულება როდის ჩამოვაფასეთო? თუკიო მისგან წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება იკლებსო, ეცემა ქვევითო. აი მაშინ ნეტო სარეალიზაციო ღირებულება ეცემა ქვევითო. მაშინ უნდა ჩამოფასდეს. და ამ შემთხვევაში არ ჩამოვაფასეთ ზუსტად ამის გამო, რომ თვითონ ღვინის არ იყო დაცემული. და აი ამის გამო დავტოვეთ ის თვითღირებულებით აღრიცხული. 2001 წელს სპირტი ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება არა უმცირესით, არამედ თვითღირებულებით, რადგან მისგან წარმოებული ღვინის გასაყიდი ღირებულება არ არის თვითღირებულებაზე დაბალი. გასაგებია ეს? ესე იგი მასალის ღირებულება
არ ჩამოფასდება ნეტო სარეალიზაციო ღირებულებამდე, თუ მისგან წარმოებული პროდუქციის ღირებულება არ არის დაცემული. ეს იყო 2000x1 წელი. ახლა მეორე წელში გადავდივართ. აი ის რომ დავინახოთ წინა წელს თუ იყო და მეორე წელს როგორ იქნება, ამისთვის გავაგრძელეთ მაგალითი. ეხლა ამ წელს გავარკვიეთ, რომ ერთი ჩამოფასება მოხდება 5 ლარი. დანარჩენი მარაგი შევა თვითღირებულებით. ახლა მეორე წელი. დაუმთავრებელი წარმოება კონიაკი დაძველების მესამე წელი ალბათ აქ, ხო? არა, პირველი წელი იყო, იქ აქ უნდა იყოს მეორე წელი, სწორია. 60 ლარია მისი თვითღირებულება, 95-ია სარეალიზაციო ღირებულება, სარეალიზაციო ღირებულება მაიწია. 20 ლარია დასრულების დანახარჯები და 75-ია ნეტო სარეალიზაციო ღირებულება. მეორე წელს ჩვენ აი ეს ის კონიაკია, რომლის თვითღირებულება წინა სანგარიშგებო პერიოდში ჩამოფასდა 5 ლარით. და რადგან მეორე წელს აღმოჩნდა ჩვენს აღრიცხვაში ეს კონიაკი და მეორე წელს მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება მომატებულია. მაშინ იყო 55, ახლა არის 75. ჩვენ მას ავწერთ, ანუ გავაკეთებთ კომპენსირებას იმ თანხის, მაგრამ სანამდე ავწიოთ, სადამდე ავიყვანოთ ეს ღირებულება. თვითღირებულებამდე, მიუხედავად იმისა, რომ მოიმატა ამან მნიშვნელობა 75 გახდა. ჩვენ არ ავწერთ 75-მდე. 60 იყო თავიდან და ჩამოფასდა 55-მდე. ახლა არის 75, მაგრამ 75-მდე კი არ ავწერთ, ისევ 60-მდე ავწერთ. ბუღალტრული ასახვა ამ დროს გვექნება. უნდა გავზარდო, ხომ თვითღირებულება? გაზრდა იქნება საით? დებეტში. დებეტში გაიზრდება, ხომ მარაგის თვითღირებულება? დებეტი 1630, კრედიტი 8190. ამ შემთხვევაში, წინა შემთხვევაში ზარალი წარმომიშვა, ამ შემთხვევაში შემოსავალი წარმომიშვა. 5 ლარი წინა ჩამოწერილი თანხის კომპენსაცია იქნება ეს. ეს არ არის გადაფასება, ეს არის წინა ჩამოწერილი თანხის კომპენსაცია და დავაბრუნეთ მის თვითღირებულებამდე. აი ეს არის სულ ეს საკითხი. ახლა მე მინდა ორი სიტყვით გითხრათ. რამდენად ხშირად ხდება ამის გამოყენება? არ ხდება ძალიან ხშირად ამის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არც არის ძალიან ხშირად პრაქტიკაში. ფაქტები არ ხდება ძალიან ხშირად. იმიტომ რომ გარკვეულწილად მარაგს ყიდულობენ გარკვეული პერიოდულობით და თუ მაინდა-მაინც ახლა მართლა არ დაუძველდა და ძალიან დიდი ხნის და ვერ დაგეგმა სწორად, სხვა შემთხვევაში იქამდე არ მიყავთ ეს საკითხი, რომ მის შეძენის ღირებულებაზე დაბლა დავარდე. თემის ბოლოში ვიხილავთ ახსნა განმარტებებს. ანუ რა სახის ინფორმაციები უნდა დაიდოს მარაგის თემასთან დაკავშირებით ახსნა განმარტებით ნაწილში. ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში განმარტებული უნდა იყოს. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიმართ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა. ხომ არ გიკვირთ? რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ უბრალოდ დააკვირდით, რამდენი არჩევანი გავაკეთეთ მარტო ამ ერთ თემაში. შეიძლება FIFO მეთოდი მქონდეს, შეიძლება საშუალო მქონდეს, შეიძლება მუდმივი აღრიცხვა მქონდეს, შეიძლება პერიოდული აღრიცხვა, შეიძლება გეგმიურ განაკვეთს ვიყენებდეს, შეიძლება ნორმატულ, შეიძლება საცალო, ძალიან ბევრი რამე შეიძლება. ამიტომ ეს ყველაფერი დაშვებული და შესაძლებელია, მაგრამ მე რომ გავიგო ეს მარაგი რა ღირებულებით გიწერია შენო, მე ყველაფერ ამაზე უნდა ვიღებდე ინფორმაციას, რომელი მეთოდები გაქვს გამოყენებული. და ეს უნდა იყოს სააღრიცხვო პოლიტიკით განსაზღვრული და ეს სააღრიცხვო პოლიტიკის ინფორმაცია იწერება მე ახსნა განმარტებებში, გადაიტანება ფინანსურ ანგარიშგებაში. მათ შორის გამოყენებული თვითღირებულების ფორმულა, აი რა არის თვითღირებულების ფორმულა? დამისახელეთ ერთი. მაგალითად, ხო, მეთოდი FIFO, მეთოდი საშუალო, ეს არის თვითღირებულების ფორმულები, ამას ქვია. ან ინდივიდუალური მეთოდი ჩამოწერის. სასაქონლო მატერიალური ფასეულობის საერთო საბალანსო თანხა, საერთო საბალანსო თანხა სად ექნება ნაჩვენები? ბალანსში, ხო? მატერიალური ფასეულობის საერთო საბალანსო თანხა სად დაინახავთ? ბალანსში. მოცემული საწარმოს შესაბამისი საკლასიფიკაციო ჯგუფების მიხედვით.
რატომ მოცემული საწარმო შესაბამისი საკლასიფიკაციო ჯგუფების მიხედვით რა წერია ახლა ამაში? მე შეიძლება ვარ სავაჭრო ობიექტი და მე მექნება კლასიფიკაცია საქონელი. მაგრამ მე თუ ვარ წარმოება, მე მექნება ნედლეული, მასალები, დამთავრებელი წარმოება, მზა პროდუქცია და აი ამ ჯგუფების მიხედვით უნდა წარმოვადგინო. მარაგი შეიძლება ერთიანი ჯგუფით შევიტანო ბალანსში, მაგრამ ახსნა განმარტებებში უნდა წარმოვადგინო ცალ-ცალკე. თავისი საკლასიფიკაციო ჯგუფების მიხედვით. სასაქონლო მატერიალური ფასეულებების თვითღირებულება განსაზღვრული როგორც რეალურ ღირებულებას გამოკლებული რეალიზაციის დანახარჯები. აი ასე შეფასებული თვითღირებულება უნდა იქნას წარმოდგენილი. იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულების თვითღირებულება, რომელიც აღიარებულია მოცემული საანგარიშო პერიოდის ხარჯებად. ანუ ის თვითღირებულება, რომელიც უკვე ხარჯებშია გადატანილი. ანუ მარაგის თვითღირებულების ხარჯი რამდენი იყო პერიოდის განმავლობაში. აი ის ინფორმაცია უნდა ჩანდეს ანგარიშგებაში და რა თქმა უნდა ეს ჩანს სად? მოგება-ზარალის ანგარიშგებაში, ხო? თუ კი მე მაგალითად არ მაქვს წარმოდგენილი მოგება-ზარალის ანგარიშგება ასეთი ფორმით, სადაც თვითღირებულება მიჩანს, მაშინ ახსნა განმარტებაში უნდა მიჩანდეს ეს ინფორმაცია. სასაქონლო მატერიალური ფასეულებების ჩამოფასების ნებისმიერ ცვლილების თანხა, რომელიც ხარჯებში შევიდა პერიოდის განმავლობაში. აი ეს საკითხი იყო, ახლა რომ განვიხილეთ, შეიძლება მარაგის ჩამოფასდა პერიოდის განმავლობაში დაისახა ხარჯებში. მაგრამ რამდენია ის ღირებულება, რომელიც მარაგის ჩამოფასებიდან მოხდა ხარჯებში, ეს ინფორმაცია უნდა დაიდოს. ნებისმიერი ჩამოფასების უკუგატარების თანხა, რომელიც აღიარებულია როგორც ხარჯად, აღიარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულების თანხის შემცირება. ესე იგი, თუ კი ჩვენ წინა პერიოდში ქონდა ჩამოფასებული და ეხლა შევაბრუნეთ ეს და უკუგატარება გავაკეთეთ, ხო? რა გავაკეთეთ? ავწიეთ, აღვადგინეთ. ეს თანხაც უნდა იყოს ცალკე ნაჩვენები ფინანსურ ანგარიშგებაში და მის ახსნა განმარტებაში. ის გარემოებები ან სამეურნეო მოვლენები, რომლებმაც გამოიწვიოს სასაქონლო მატერიალური ფასეულების ჩამოფასების თანხის უკუგატარება. ანუ რა მოხდა, რატომ მოახდინე ამის უკუგატარება? ანუ სარეალიზაციო ღირებულებები შეიცვალა, ხო? აი ეს ინფორმაცია უნდა ჩანდეს ახსნა განმარტებაში. იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბალანსო თანხა, რომელიც გაცემულია გირაოს სახით ვალდებულებების დაფარვის უზრუნველ საყოფად. ეხლა ასეთი რა გაჩნდა აი აქ და რადგან პირველად საუბრობთ ამ საკითხზე ორი სიტყვით გეტყვით რომ ნებისმიერი აქტივი თუ კი ის დატვირთულია რაიმე ვალდებულებით ანუ შეზღუდული გამოყენებები აქვს აი ეს შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებლად როგორც ინფორმაცია მიწოდებული ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლისათვის რას ნიშნავს გირაოდ მარაგის გამოყენება შეიძლება აი ვალდებულებაში ჩემს ვალდებულებაში ან სხვის ვალდებულებაში მე გამოვიდე როგორც მხარე და წარმოვადგინო გირაოდ რაღაც ქონება და ეს ქონება შეიძლება იყოს მარაგიც მარაგი იყოს გირაოდ ასეთ შემთხვევაში ხომ არსებობს უკვე რისკები გირაო რას ნიშნავს ვიღაცა იკმაყოფილებს კრედიტორულ მოთხოვნას ჩემთან ანუ ვიღაცა მომასესხან რაღაცა ფორმით და ეს გირაოდ არის ანუ გარკვეული რისკი ამაზე არსებობს რომ თუკი მაგალითად ვერ იქნება ის თანხა ისე გადახდილი, მაშინ შეიძლება ამის ამოღება მოხდეს, ხო? ანუ თუკი რაიმე აქტივი ასეთი ფორმით არის შეზღუდული, გარკვეული ტვირთია მასზე, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს მიწოდებული ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლისთვის. და მათ შორის მარაგზეც არის ეს. ასე იქნება ძირითად საშუალება და ასე იქნება ნებისმიერ სხვა აქტივზე. თუ გახსოვთ, ფულის განმარტებებში გავაკეთეთ ჩვენ ეს ფულის გამოყენების უფლება თუ შეზღუდულიაო, ეს ინფორმაცია უნდა იდოსო. მაგალითად, ვადიან ანაბარზე განთავსებული ფული. იქ შეზღუდულია, ხო, მისი თავისუფლად გამოყენების უფლება, ვადიან ანაბარზე გაქვს. ამ დროს ეს ინფორმაცია ფულში ჩაწერ, ხო, ბალანსში ამას ფულია ჩემი და დავწერ ნაშთად. მაგრამ რომელზეც შეზღუდულია გამოყენების უფლება, აი ის უნდა დააფიქსირო როგორც ინფორმაცია. მარაგზე არის გარკვეული ტვირთი და შეზღუდვა უნდა დააფიქსირო, იმიტომ რომ აქტივები უნდა ვიცოდე მე ინფორმაცია ეს აქტივები, თავისუფალი აქტივებია თუ გარკვეული შეზღუდვები აქვს. და აი ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მესამე მხარეს და ამიტომ არის ასეთი ვალდებულება, რომ ახსნა განმარტებაში ეს ინფორმაცია უნდა ჩანდეს.